ქალთა აქტიურობის მიერ. ქალები არის ის მნიშვნელოვანი რესურსი, შინაგანი ბარიერები და გამოთქვით სურვილი, რომ მონაწილეობა მიღებოთ 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. მეტი არ მინდა გაგრძელება, რაც ზედმეტად არ დავტვირთავ ახლა ჩემს წარდგენას. მე კარგად ვიცნობ თქვენს კანდიდატებს, ქალბატონ მარიამს. ჩვენი ასე ვთქვათ, წინაპირობა ქონდა, რომ მოსულიყავით და დღეს რად სიტყვებით კი არ დავიწყებდი, ხო, რა ჩემი პროგრამა მაქვს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ 35 ქალი კანდიდატი იყო ოზურგეთში და 38 იყო სამეგრელოს. აქტიურობა არის ძალიან მაღალი 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. დღევანდელი შეხვედრის მიზანია ქალ კანდიდატებმა გააგზავნონ თავიანთი შეტყობინება ამ მომრჩევლისადმი თუ რას გაუკეთებენ ქალებს. ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ მომრჩეველთა უდიდესი ნაწილი 53% არის ქალი და თქვენ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვინ მიდის არჩევნებზე აქტიურად, ამ მომრჩეველიც უდიდესი პროცენტი არის ქალი. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც კანდიდატები ეუბნებიან, რატო უნდა დაუჭიროს მხარი ქალმა ამორჩეველმა და რატო უნდა მიცეს ხმა მათ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პირადად ჩვენთვის. ამიტომ დღეს ამ შეხვედრაზე ხდება წარდგენა მათი პროგრამებისა და ისეთი საკითხებისა, რომელიც შემდგომ, როცა ისინი მოვლენ უკვე დეპუტატებად, შესაძლებლობა მიეცეთ, რომ დაყონ პრიორიტეტებად და გაატარონ თავისი ამომრჩევლის ინტერესები. რომელი პროექტის დაგლებში ტარდება შეხვედრა ივნისში თუ აფინანსებს პროექტს? აი შეხვედრა ტარდება საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და განვითარების სასწავლო ცენტრის მიერ. მანანა მებუკე გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარე. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია SIP საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმების და სწავლების ცენტრის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20-მდე ორგანიზაციაა დაფინანსებული, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ და რომელთა ძირითადი ფუნქციაც არის, რომ მაქსიმალური ჩართულება უზრუნველყონ მოქალაქეების და ისეთი სამოქალაქო აქტივობები, როგორც დღეს არის, თუნდაც აქ წარმოდგენილი, მაქსიმალურად განხორციელდეს, განსაკუთრებით ეს ისეთ რეგიონებში ხდება, სადაც უფრო ნაკლებად ცნობა, უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები ჩართულობა არის მოსახლეობის, იგივე ეთნიკური უმცირესობები, ეროვნული უმცირესობები და ასე ვთქვათ, სხვა სამიზნე ჯგუფები. და უნდა აღინიშნოს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გრძელდება უკვე რამდენიმე წელია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ცენტრის ოცნება, კოალიცია ქართული ოცნება და მას არ აქვს ეს დაცული თავის სიებში. ძალიან ცუდია, ამაზე ჩვენ ხვალ გვაქვს დიდი შეხვედრა. სტუდენტი, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. დაწუნებული ვარ ამ ადამიანების კეთილ მიზნებში და ნაჩვენს კიდე გავიცი. ძალიან წარდგენას ვაპატეთ ძალიან დიდი ბოდიში. მე სიტყვა მოგეცემა. კი ბატონო, ეს მე უბრალოდ ფორმატი. მე გავდივარ როგორც ისეთ პარტიული სიით და შესაბამისად მე მაქვს ჩემი ისევე როგორც პარტიის შესაბამისი ხედვები, ასევე მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი. მე ვთვლი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც აქვს თვითმმართველობას, მოგახსენებათ შედარებით უფრო მწირია შესაძლებლობები და კომპეტენციები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ საბავშვო ბაღების მენეჯმენტისა და მართვის გაძლიერებაზე, შეგვიძლია ვიმუშაოთ სკოლამდელი არხის ხარისხის, შევუწყოთ ხელი სკოლამდელი არხის ხარისხის გაუმჯობესებას, შეგვიძლია ვიმუშაოთ დასაქმებული დედებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, ისეთი პროგრამები შევიმუშაოთ, რომლებიც ამ ადამიანებს შეუმსუბუქებთ ცხოვრებას, ყოველდღიურ ცხოვრებას გულისხმობ და ასევე ვიმუშაოთ ნარჩენების მართვაზე, ვიმუშაოთ არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე, არაფორმალურ განათლებაში ვგულისხმობ ბიბლიოთეკების გაძლიერებას, ვგულისხმობ სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრების გაძლიერებას და გადახალისებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს არაფორმალური განათლების მართვა, იმგვარად, რომ ჩვენ ახალგაზრდებს თავისუფალი დრო ჰქონდეთ გამართული, ჰქონდეთ დატვირთული და მათ ნაკლებად რჩებოდეთ დრო სხვადასხვა, თქვათ ასე ვთქვათ, ძალადობისთვის. დავიწყოთ და კონკრეტული მესიჯები რატომ დაგიჩიონ ხალხმა, ხალხმა. სახელი გვარით ხო?
ეკატერინე გოჩიტიშვილი, არასაპარლამენტო ოპოზიცია, კახა გუკავა, ფიქრია ჩიხლაძე. ანუ მე ვთვლი საჭიროთ რომ ჩვენი პარტია უნდა აირჩიოს სამომჩევნო მithumetes ქალებმა, იმიტომ რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტი ეს არის რომ ვიქნებით ანგარიშვალდებულები ამომრჩევლებთან და არაზუსტ მდგომ ორგანოებთან სხვა ჩვენს ან ვირმესთან და კიდევ კონკრეტული მესიჯი დავამკვიდრებთ სამართლიანობას, სოციალურ სამართლიანობას. ჩვენი ერთ-ერთი მესიჯი არის ეს, რომ დამკვიდრდეს თელავში სოციალური სამართლიანობა. ანუ ყველა პარტიიდან იყვნენ წარმომადგენლები, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალების პოზიციას თქვათ იზრდება რაოდენობა პოლიტიკაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, სოფლებისთვის, ისევე ქვეყნისთვის. დღეს დაისვა კითხვები ჩვენს კანდიდატებს მიმართ, თუ რას ვაპირებთ, ანუ მესიჯები მთავარი, რატომ უნდა აგვირჩიონ და ასე შემდეგ და ნათლად გავეცით პასუხები თვითონ კანდიდატმა, თუ რატომ უნდა მოგცეს ხმა ჩვენ, რას პირდებით და ასევე ჩვენ ასე ვთქვათ გავაშუქეთ ჩვენი კუთხით თუ რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ქალი პოლიტიკაში. ჩვენი პარტიის მესიჯებია პირველ რიგში სოციალური დონის გაუმჯობესება, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რომელიც ჩვენს ქალაქში საერთოდ არ არსებობს ნორმალური ტრანსპორტი, იქნება ძალიან იაფი პენსიონერების და სტუდენტებისთვის საერთოდ უფასო შეძლების დაგვარად და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც რა თქმა უნდა ჩვენს მოსახლეობას და თითოეულ ჩვენთაგანს შეგვეხება. პირველ რიგში მე მოვაგვარებ სოციალურ პრობლემებს აბსოლუტურად ყველა თელავებს ვპირდები, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაჭირვებულები არიან, გვერდში დაუდგები. მრავალშვილიან დედას გამოვაცხადებ 3 შვილიდან, თითოეულ ბავშვზე მივცემ თვეში 50 ლარს, პირველი შვილის გაჩენის შემთხვევაში მივცემ 300 ლარს და აფხაზეთისა და სამეჩავრის ომის მონაწილეები, რომლებიც ასე დაჩაგრულები არიან და 22 ლარიანი სუბსიდია აქვთ დენის, მათაც ყოველწლიურად ერთჯერად სერიოზულ დახმარებას მივცემ. დავეხმარები ყველა პენსიონერს, სოციალურად დაუცველს, უნარშეზღუდულებს და იმ ბავშვებისთვის, რომელსაც არ აქვთ არანაირი თანხა ოჯახისა, რომ მაგალითად იარონ გარკვეულ წრეებზე მუსიკისა, ცეკვისა, შევეცდები, რომ ისინი დაფინანსებული იქნას სათანადოდ. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ქალ კანდიდატებს. კერძოდ საზოგადოება შეხვდა კონკრეტულად ქალ კანდიდატებს სხვადასხვა პარტიიდან და სხვადასხვა გაერთიანებიდან. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას იმის შესახებ, რატომ უნდა აგვირჩიონ ჩვენ ქალი კანდიდატები და რატომ უნდა მოგვცეს ამომრჩეველმა ჩვენ ხმა. მაინც და მაინც ქალ კანდიდატებს. და ამავე დროს ჩვენ მივაწოდეთ ის განსაკუთრებული გზავნილები საზოგადოებას, რომელიც უშუალოდ ეხება ქალ ამომრჩეველს. და მე გახლავართ არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა გუკავა, ფიქრია ჩიხლაძეს ამ გაერთიანებიდან და ვიყრი კენჭს პროპორციული სიით კანდიდატი. გაგაცნობთ ძალიან მოკლედ ჩვენს გზავნილს. პირველი, რასაც გავაკეთებთ ქალებისთვის, ერთ-ერთი გზავნილი გახლავთ ასეთი, შევქმნით სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებისთვის დახმარების ფონდს, რომელიც წელიწადში 2 ჯერ გასცემს აუცილებლად დახმარებას. ჩვენ აუცილებლად გამოვაცხადებთ ქალაქს ანტიკრიმინალურ ქალაქად და ამას გარკვეული საფუძვლები უდევს ის, რაც მოხდა ჩვენს ქალაქში რამდენიმე ერთი თვის წინ დაახლოებით. თქვენ გახსოვთ, როგორ ჩაწეხლეს დაუნდობლად ახალგაზრდა ბიჭი და ეს ჩვენი დედების პრობლემაა სერიოზული. სად გაატარონ და დახარჯონ თავისუფალი დრო ჩვენმა შვილებმა და როგორ განავითარონ საკუთარი თავი, ამისთვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ჩვენ ასევე მოვაწესრიგებთ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და ზოგადად ვიზრუნებთ დასუფთავებისა და წყალკანალიზაციის მოგვარებისთვის, რაც ქალისთვის უპირველესი პრობლემაა. თქვენ ძალიან კარგად იცით დიასახლისების უმრავლესობა უჩივის იმას, რომ ქალაქში წყალი არ არის და ქალაქი უსუფთავებას უჩივის. განსაკუთრებით ბაზრის ტერიტორიაზე იმიტომ გამომახვილა ეს ყურადღება, რომ მართლაც მორალური შეურაცხყოფაა, როდესაც მიდიხარ ბაზარში და ასეთ უსუფთავო გარემოში უნდა შეიძინო შენ პროდუქცია. ასევე მოვაწესრიგებთ ხევის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც არის ბავშვებისთვის დაუცველი. იქ თქვენ იცით, რომ არის ძალიან მცირე რაოდენობის გასართობ
ნათობი შესაძლებლობები, მაგრამ ამას გავაფართოვებთ და დავიცავთ ხელს როგორც სიბინძურისგან, ასევე უსაფრთხო შევქმნით და ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ გზავნილებისა, რომელიც უშუალოდ ქალებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ჩვენ ქალებს, დედებს ზოგადად ყოველდღიურად გვიხდება შეხება. რა თქმა უნდა, სხვა გზავნილები ძალიან ბევრი გაგვაჩნია პარტიას, რომელიც მთლიანად მოსახლეობას შეუძლია რომ გამოიყენოს და გვერწყვნეთ, ჩვენ აუცილებლად შევცვლით თელავს. აირჩიეთ ცვლილებები.